ბრუნდებით ეთერში გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გადაცემის სტუმარი. ქალბატონო ხათუნა, ჩემი შეკითხვა ეხებოდა ავტომობილების გამონაბოლქვს და საწვავის ხარისხს, რომელიც საქართველოს შემოდის. თქვენი მოსაზრება ამის შესახებ? ერთ-ერთი დიდი პრობლემა სწორედ ჰაერის ხარისხის პრობლემაა და ამისი გამომწვევი მიზეზი სწორედ ავტომობილები გახლავთ, როგორც ბრძანეთ ეს ტექნიკური დათვალიერება შეჩერდა და შემდეგ ყოველწლიურად ხდება მისი გადადება, თუათ როდიდან აღდგეს, რამდენადაც თუ სწორად მახსოვს, ახლა 2014 წლამდეა გადადებული, ეს მორატორიუმია გამოცხადებული. მაგრამ გეთანხმებით აბსოლუტურად თუ სადღაც რაღაც პრობლემაა, იმ პრობლემას როგორც პატრული შემთხვევაში გაკეთდა უნდა ვებრძოლოთ, თუ თქვა ამ შემთხვევაში იყო კორუფცია ამ სფეროში, სწორედ ამას უნდა შევბრძოლებოდით და არა თქვა გაუქმება შეიძლება რქვია, მაგრამ მეორე მხრივ გაუქმებაა, იმიტომ რომ ამდენი წელი არ მუშაობს და უმოქმედოა, არ გვაქვს ფაქტიურად ეს სისტემა. რა თქმა უნდა, მაგაზეც ვფიქრობთ, იმიტომ რომ მას სწორედ ზუსტად ის ორი პრობლემაა, რაც თქვენ ბრძანეთ, ერთი რომ ტექნიკური და რამდენად გამართულია მანქანა და ეს აქ უნდა შევიდეს აუცილებლად არა მხოლოდ ის რომ ძრავი კარგად მუშაობს და თქვათ არ ვიცი კიდევ მაყუთში და რაღაცას რამდენად კარგად მუშაობს, არამედ თქვათ თვითონ ეს გამომბოლქვის თვალსაზრისით რა ნივთიერებებს გამოაფრქვევს, თქვათ რა ეს ანუ მაგას ცოტა კიდევ უფრო დასახვეწი იქნება ამ ტექნიკური დათვალიერების ის რომ შევიდეს ეკოლოგიური დათვალიერების მომენტიც, როცა ეს ტექნიკური დათვალიერება და რა თქმა უნდა ამაზე ჯერ არ მუშაობთ, მაგრამ რა თქმა უნდა იდეაში მაქვს. ახლა ეს მე არ მინდა ისეთი მცდარი დაპირებები ვთქვა, რომ უკვე იანვრიდან ეს იქნება, არა, იმიტომ რომ ამდენი სხვადასხვა სახის პრობლემაა, თუმცა ესეც ასევე თანაბრად ნართული პრობლემაა და მოსაგვარებელია. ამიტომ ამაზეც ეს ეტაპობრივად ყველა პრობლემას გვინდა რომ მივხედოთ და ყველა პრობლემას მოვაქციოთ რაღაცა კანონიერების და იმის ჩარჩოებში, რომელიც ვთქვათ იგივე მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. იგივე შემიძლია ვთქვა საწვავის ხარისხის კონტროლზე. კარგით, სამწუხაროდ მოსახლეობის დიდ ნაწილს ის რაც თვალში საჩსემი არ არის და დროში გაწედილი არის, ხო? ამაზე თითქოს არ ფიქრობენ და ვერ ხვდებიან ამხელა ზარალს აყენებს, თუნდაც მათი შვილების ჯანმრთელობას ასეთი ჰაერი და იგივე გარემოს დაბინძურება. ერთი თემა, რომელიც მინდა წამოვჭრა, არის ნადირობის თემა, რომელიც ჩემთვის სპორადად ვიყენებ ახლა ასე ვთქვათ. ეთერს საქმე იმაში გახლავთ, რომ ალბათ თქვენც გინახავთ, მეც მინახავს კადრები, როდესაც დანიაში, შვედეთში თქვათ ავტომობილი დაეჯახება შველს და მე მინახავს შემთხვევა, როდესაც ვერტფრენი აფრინდება, წაიყვანენ, მოუვლიან, ოპერაციას გაუკეთებენ და ზოგჯერ 10-12,000 евро ჯდება ეს მთლიანი ოპერაცია, მაგრამ ამავე ქვეყნებში დანიის მაგალითს გეტყვით, მაგალითად 200,000 ლიცენზია იყიდება გულდღეზე ყოველ წელიწადში. ეს არის ძალიან სერიოზული შემოსავალი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებით ტურისტი, რომელიც სანადიროდ ჩადის, ხო, ხარჯავს ძალიან სერიოზულ თანხებს. ეს არის სასტუმრო, ეს არის ავტომობილი, ეს არის ამუნიცია, ეს არის უბრალოდ დათვალიერება. ეხლა ძალიან უინტერესო უნდა იყოს ადამიანი, რომ საქართველოს ჩამოვიდეს, თქვათ, ერთი კვირით სანადიროდ და ან ღვინო არ გასინჯოს, ან მუზეუმში არ შევიდეს და ასე შემდეგ. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება საქართველოსთვისაც ეს გახდეს სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ერთ-ერთი სერიოზული შემოსავლის და ტურისტების მოდინების წყარო. სამონადირეო ტურიზმს გულისხმობთ. მე თვითონ არ ვარ მონადირე. არა, ვიცი, გარემოს დამცველები როგორც გუყურებენ, ეს ძალიან კარგად ვიცი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მონადირეები ერთ-ერთი ის კატეგორია, ვით მართლა ძალიან დარდობს გარემოს, ეს თქვენ არ ხართ პირველი, ეს ძალიან ბევრისგან გამიგია. ამასთანავ ერთ-ერთი მეუბნებოდა კიდევაც, რომ მონადირემ მითხრა, ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, მონადირემ მითხრა, რომ გვიშველეთ რამე აღადგინეთ კონტროლი, რომ არ იყოს ბრაკონიერობა და რომ იყოს რაღაცა ნორმალური ნადირობა და ანუ ეს ვთქვათ ასეთი პოზიციიდან მონადირეებისაც მესმის. რაც შეეხება სამონადირეო ტურიზმს, ამ ეტაპზე ძალიან რთულია ამის თქმა, რომ ეს საქართველოს თქვათ რამდენად არის იმ მდგომარეობაში, რომ კონდეს იმის პოტენციალი, ანუ რამდენად გვაქვს ამ წუთას, ნუ პოტენციალი შეიძლება გვაქვს, მაგრამ ამ წუთას რამდენად გვაქვს მაგის შესაძლებლობა, რომ ვიფიქროთ და ესეთი ვეცადოთ, რომ განავითაროთ ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სამონადირეო ტურიზმი.
ყველაზე მარტივი და ესე მთავარი მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ არ ვიცით რა რაოდენობის სახეობები ყავს ეს ძუძუმწოვრებს შეეხება თუ ვთქვათ იგივე ფრინველებს, არ ამის აღწერა, ინვენტარიზაცია არ მომხდარა ძალიან დიდი ხანია, თუმცა წელს დაიწყო სწორედ ილიას უნივერსიტეტი რამდენადაც ვიცი ჩართული, რომელიც აკეთებს არა მარტო წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების, არამედ ზოგადად ძუძუმწოვრების და მე მგონი რაღაცა ფრინველების გარკვეული სახეობების აღწერასაც ქვეყნის მასშტაბით. რაც იქნება ძალიან საინტერესო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა ის, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს კვლევა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სადღაც გაზაფხულზე დაიწყო და დეკემბრის ბოლოსთვის უნდა არსებობდეს უკვე შედეგები, გარკვეული მონაცემები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ და გვინდა რომ იქნება ასეთი კვლევა გაგრძელდეს მომავალ წელსაც, იმიტომ რომ თქვა სახეობა მრავლდება, ზოგს მონადირე კლავს, ზოგს ბრაკონიერი და ეს დინამიკაშიც უნდა შევხედოთ, რომ თქვა მომავალ წელსაც როგორ იქნება. ფიქრობთ ამაზე და გარკვეული თანხები ბიუჯეტშიც გვიდევს იმისთვის, რომ ასეთი კვლევა დონორების დახმარებითაც, სანადაფინანსების საშუალებით რომ მომავალ წელსაც გავაგრძელოთ და რაც აი ესეთი კვლევა, ასეთი მონაცემები მოგცემს იმის საშუალებას, რომ რაღაცა უფრო კონკრეტული ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. როდესაც საუბრობთ წითელ ნუსხაზე და აი ამ ფონზე როგორ უყურებთ იმ წითელი ნუსხიდან სახეობების ამოღებას და რეკლამირებას უკვე ტურისტებისათვის? მე პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაზე მეტად ერთ-ერთი ვინც აღშფოთდნენ, სწორედ მონადირეები იყო. ხა მე ვიცი, რომ კავკასიური როჭოს წითელი ნუსხიდან ამოღება დღეს და დურაჯის ეს არის ჩემთვის გაუგონარი რაღაც არის, იმიტომ რომ თითო როლა არის მართლა და როგორ უნდა აწიროს ამაზე ხელი კაცმა, არ ვიცი, ასეთი. კი ბატონო, გეთანხმებით, ახლა წითელი ნუსხა იმიტომ ქვია იმას, რომ შესული სახეობები უნდა იყოს დაცული, რომ რაღაც რაოდენობრივად რიცხოვნობაა შემცირებული, რაღაც საცხოვრებელი არეალი. ანუ მართლა ძალიან ესეთი ეს ამ კანონში შესული ცვლილებას იყო ასევე გაუგებარი და აბსოლუტურად დანაშაულებრივი, იმიტომ რომ არ შეიძლება მით უმეტეს კიდევ ვიმეორებ, როცა არ იცი რა გაქვს და რამდენი. თქვათ აუცილებელია მომხდარიყო ჯერ წინასწარ კვლევა ამის იქნება და რაღაცა მართლა კი გაგვიმრავლდა ისე, რომ შეგვიძლია რომ დაუშვათ მასზე ნადირობად. მაგრამ ამას ასე ცალსახად და ესე ზეპირად ამის მონაცემების გარეშე შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ როცა რაღაც მონაცემები გვექნება, თუ იყო იმის საშუალება, შეიძლება გადახედვაც კი მოხდეს წითელი ნუსხის. თუ აღმოჩნდა რომ იმდენიც კი არ ყავს, რამდენიც გვეგონა, მაშინ კიდევ უფრო რაღაც გამკაცრდეს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არანაირი ნადირობა არ შეიძლება რომ იყოს დაშვებული. ანუ ველოდებით მონაცემებს იმის ხმამიდა ამასთან დაკავშირებით. თუმცა რამდენადაც რაღაც ესეთი ინიციატივაც არსებობს, მაგრამ ეს არ ვიცი რამდენად კარგი იქნება, მაგრამ ამას შესწავლა უნდა, რომ თქვათ იგივე ანკესით ნადირობა, თევზაობა, მაგრამ არა ბადით და აღარაფერს ვამბობ, თქვათ იქ ბრაკონიერულ საშუალებებზე. შეიძლება არ იყოს ისეთი ზიანის მომტანი, თქვათ ზოგჯერ შესაძლებელია იგივე აღწარმოებისთვისაც კი ხდებოდეს, თქვათ კალმახისთვის, იმიტომ რომ კალმახს გაცილებით დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს თუ არ არის სწორად ეს სავალი კიბეები დაგეგმილი, ან თქვათ დაბინძურება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, კალმახი დაბინძურებულ წყალში ვერ ბინადრობს. ანუ შეიძლება რაღაც ასეთ საკითხებზე კონსულტაციების გაბმშელობა და არსებული მონაცემების საფუძველზე შემდეგ რაღაცა გარკვეული გადაწყვეტილება. თუმცა ამ ყველაფრისთვის თავარი არის ბრაკონიერების ალაგმა, იმიტომ რომ იცით რა, აი ამ წუთისათვის მერწმუნეთ, რომ კატასტროფულ, ასე ვთქვათ, შედეგებთან არის მისული და პრაქტიკულად ფრთები აქვთ გაშლილი და ესეთი დაუჟელობის სინდრომი არის ამ მიმართულებით. მე რამოდენიმე მინდა გამოვყო ეს მიმართულებები. ალბათ თქვენ მომავალში მუშაობაში აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას, რომ არის, ესე იგი, რამოდენიმე სახეობა, ყველაზე საშინელი ეს არის სეზონური ბრაკონიერები, რომლებიც სეზონის დახურვის შემდეგ უკვე როდესაც მარტოობაში და გამრავლებაშია ფრინველი, ამაზე საშინელი მე არაფერი არ წარმომიდგენია. არსებობენ ტერიტორიული ბრაკონიერები, ესეთი რობინ ჰუდი იყო ყველაზე ცნობილი, რომელიც ზღვის ტერიტორიაში იჭრება და გახსოვთ ალბათ მეფის კუთვნილი მოინაბირა. არსებობენ რაოდენობრივი, ეს ყველა ისეთი მიმაჩნია ხა
20 წყლის მაგალითად 21 თუ მაგრამ აი ეს დენის აპარატები ეს ასე ვთქვათ სატყუარები წყლის მოწყალო ჟლეტვა ეს არის მიმართულებები რომელზეც ალბათ მოგიწევთ ძალიან სერიოზული იმიტომ რომ მერწმუნეთ იგივე კალმახი ეს მდინარის ნამდვილი კალმახი ეს იქნება ტურისტების სერიოზული ნაკადის საგანი იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თევზაობა არის მაგრამ ელექტროაპარატების პირობებში გამორიცხულია ამის რასაკვირველია გეთანხმებით აბსოლუტურად ახლა თევზაობა ნადირობა კიდევ ამბობ ახლა რა თქმა უნდა მე შეიძლება ესეთი მონადირეების ის არ ვარ ფანი, მაგრამ თქვა ჩემ ძმასაც უყვარს ნადირობა, ნუ გარშემო რაღაც ბევრი ხალხია ვისა ძალიან გულით კივა ყველას და აი ყველა ნამდვილი ისიც ამ ნადირობაში რაღაცას სიამოვნებას ნახულობს ყველა არის ესე გაგიჟებული და თქვა აბსოლუტურად წინააღმდეგი იმის რომ იყოს ბრაკონიერება ეს თავისთავად ეს სახადასია სწორედ კიდევ ამბობ მივდივარ ისე ვიქს რაც რამდენჯერმე ვახსენე უკვე რომ კონტროლი ამ ბრაკონიერების გაკონტროლება ამ დღევანდელი მდგომარეობით ეს ძალიან შესუსტებულია იმ პირობებში რა პირობებიც აქვს გარემოსდაცვის ფუნქცია ამ წუთას არ არის მაგრამ ენერგეტიკის სამინისტრო სადაც არის მათაც აქვს აი ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები იმისთვის რომ გააკონტროლონ ეს ბრაკონიერობა და ამას მიექცევა ყურადღება პირდაპირ იმედი გვაქვს დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის შეგახსენებთ რომ გარემოსდაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე იყო გადაცემის სტუმარი მე უკავშირდები 6 საათიანი გამოშვების